ახლა კი სტუდიაში მინდა მოვიწვიო მაგარი ბიჭები, რომელთა ხმები უკვე დიდი ხანია გესმით და დღეს ჩვენთან კიდევ ერთხელ გაიჟღერებს. მაშასე ჯგუფი პანი! გაიხარეთ. ერთოდი რა ბატა მომდი შევთეცოთ რა. შემოდი დუგერიდება კაცო მოდ. რა? დარჩავი. არ შემოდი. არავ. ესე იგი, ცოტა ვარ. აგერაგი 1-6 კაცი. რატო არ შემოდი? ბიგ ბენდი გამოვა. არა, ეხლა ცოტა არ მომეწონა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 თარსია. არა, ზღოთო. აი, მაშინ 11 და 2 შემცვლაზე მძდომი ფეხბურთელების ამბავი იყოს რა. და მაშინ თქვენ მარტო მღერი ხართ თუ საუბრობთ კიდევაც? საუბრობთ კიდეც და ყველაფერს ვაკეთებ. კი ბატონო. ფეხბურთი, ბურთის თამაში შეგვიძლია. შეგენაცა. ჩვენ ჯერჯერობით არა ვართ 11 კაციანი, მაგრამ ესე იგი, ჩავაპატა ბიჭებს კიდე ერთხელ მადლობა რომ გვესტუმრეთ და პირდაპირ ესე იგი მინდა ვიკითხო რომ დღეს რა თემაზე გვახლავთ საუბარი და რა მოგვიტანეს დღეს ზოგადად რომ ვიცოდეთ რა. დღეს შევეხეთ იმერეთს. როგორც იქნა. აბა, რავა, გოგა მატყვილა ხო არ დავსვით. მაკეთ ხო ისმოდა კარგად რომ რა შევეხეთო რა თქვა ადამიანმა. აბა რა მეუბნება რა მე? იქეთ ხო ისმოდა მაგ. გადასარევი კახეთზე სიმღერას რა ჯობია? იმერეთიდან. იმერეთიდან? იმერეთიდან. ესე გული რო არ დაგწყვიტოთ ორივეს კახურიც გვაქვს და შეგვიძლია ვიცი როგარ. ო ვიცი როგორ და თან ბიჭებმა მთხოვეს გეხვეწები იმერული გვაქვს იდეაშიო მაგრამ ჯერ კახურზე ხო ვიცი ვისაბა გული მოუამერო და ჯერ გააკეთეს კახური და მერე იმერული. ისე რამდენი ხანია დაგჭირდათ იმერული სიმღერის ჩაწერამდე მიკვირს ცოტა. წლები. დიდი ხანი. სანამ ყველა კახი კახური არ იყო პირველი? კი. ისე გოგა ვიცი ახლა რომ იმერელია და იმერელი კიდე ხართ ვინმე ვიცაძე. გაგენაცვალ. ხათრიანები არიან. სვანი. როგორ გახიდა სვანურად. სვანი არის. მეგრელიც არის. მეგრელიც არის. რაჭველი. 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 თიული. თიული. თელი საქართველო აქავარ, კარგად დაასხი რა. გაგენაცვალეთ. დაასხი რაღაც მამუშავებთ ახლა. კარგი, ბიჭებო. ძალიან ბევრი კონცერტებზეც შევხვედრი რა ერთმანეთს კორპორატიულს რო ვეძახით სინამდვილეში ფულის გაკეთების თემა არის. სხვათაშორის ძალიან კარგია ეგ ამბავი. აბა რა. და რა ხდება თქვენსკენ არის კონცერტები? ეხლა თქვენ იმერული იმიტომ დაგჭირდათ რომ ვინმე მოვიდოდა და იტყოდა რომ რამე იმერული ხო არ იცითო, კაი იმერელი, ფულიანი იმერელი და მოდი ბიჭო რატო არ უნდა გქონდესო? თუ რა იყო ამის ისტორია? დაახლოებით ეგ იყო. მოდი იყოს ეგ ვერსია. არის. თიული არ გეტყვის მაგას და უკარი გეტყვის და ისე ბიჭების შორის თიულმა დაწერა ეგ. ვენაცვალი, აბა თიულები წერენ იმელებზე კარგად. აქა ვარ გენაცვალ. ო ისე გადარიეს რომ იყო ჩასული იმერეთში რომ არა რა ისე თქვა მინდა ხა ამ ბიჭებს უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ და მეგობრობთ და თელი რო გადავხედოთ ახლა ამათ კარიერას რა ნუ ახლა ეს აჭარული კახური იმერული მაგრამ დაიწყეს ჩეჩნეთიდან ხო ჩეჩნეთი არა, რაჭულიდან და რაჭიდან და მე წავედით იქ. მეორე იყო და ისე გადავიდნენ მოკლეს ეს ფიულეთიდან შემოვალ კაი შორი მოკლეზეო. კაი შორი გზა მოიარეთ ისე რა აქეთკენ ჩამოვიდნენ პირდაპირ იმერეთში არა ისე შემოუარეს და საერთოდ ყველას აინტერესებს მაინც კულისებში ისეთი დეტალები რომლებსაც ახლა სიმღერის დროს და იმის დროს არ იტყვი ხო არც ინტერვიუში ეს არის ერთადერთი გადაცემა სადაც ამბობ ესეთ რაღაცებს ვინ უფრო მეცვავს
რო ჩამოთვალე დიდი საბით იმერეთიოი რომელიც მე სვავდა. ვინ უფრო მე სვავდა? თქვენთანაც უკვე სვავდა გავიშინოთ დიდი შეიძლება უცბად აი ანუ თქვენ გინდა აღიაროთ რომ სვანი ადამიანი სვავს თქვენზე მეტს სვავს არა, სვავდა. სვავდა ხო და ეგ ვიკითხეთ ეგანაც თქვენთანაც დაიწყო უკვე თქო კარგი კარგია კიდევ ნუ რახან ახლა მსმელი გავარკვიეთ ვინ არის რაღაც მაინც ახლა ამდენი ბიჭები ხართ და ეს აი რაღაც მაგალითად გამორჩეული თვისება ვის აქვს რამე დაუშვათ აი ხუ არის რომ ვიღაცა შეიძლება არაპუნქტუალურია ვიღაცა ძალიან პუნქტუალურია ვიღაცა არის რაღაც ვიღაცას ძალიან მაგარი ყოფილიც უკვე რომელი ყავს რომელი იმერეთი. აი რა კაია იმიტომ დაწერე სიმერეთზე რომ შეახსენონ სად არის არა უბრალოდ გოგას ხონდა ეგ დაწერილი აღარ ახსოვდა ადრე ქონდა დაწერილი სამაგირო გადაუხადე გელას გელა მთიულია და იმერული დაწერა და მე მთიულური დაუწერე არ ხო არ გინდა შეგარჩინო სიმღერა გოგა არისო ცოტა დაბნეულიო ხო ყველაფერი გოგა 1-2 ისტორია. რაღაც ისტორია რომ მოგვიყვი რაღაცა რაში გამოიხატება ადრინდელ ამბავს მოყვებით სხვათა ადრინდელ ამბავს იყავი ამ თუთას კი ვხედავთ რაც ხდება მაშინ ვიყავი თუ ვიყავი დაბნეული აბა ერთ დილით გავიღვიძე რა აი ამბავი გადავწყვიტე შეყვარებულს მივართვა ვარდები დილიდან დილი ხო და ჩამეძინა მე თქვი კაი ჩაის დაჯობია და კარაკია ხო და ვიფიქრე რა მეთქი ახლა დამაგვიანდება ახლა ჩვენი საცობის ამბავი ხომ იცით ქალაქში და დამაგვიანდა რომ დავხედე ჩამძინებია რა და უნდა შევხვდე ვიჩქარე რა რომ მივედი ანუ სადაც ყვავილებს ყიდიან რა შევარდი ესე რომ ვთქვა და გოგონა დამხვდა გამყიდველი ხო და გოგონას ცოტა ახლა მეც გავიპრანჭე რა მე კაი ვარდები კაი აი გული რაღაც შემირჩიე რაღაც მოვრცოთ რაღაცა ხა შეყვარებულთან მივდივარ და რაღაცა ცოტა მეც ჭუაზეა რა რაღაცა და ცოტა შევშინაურდისავით რა ეხა ამ საუბარში მოყვარო აი ცოტა ის ყვითელი ეს წითელია ეს ვიკრავს და აი რაღაცა და კიდევ კაი ისიც არ დაგავიწყდა რისთვის მიხვედი. ხო და აი ხა ამ გოგონამ მითხრა რა აი ბატონო აი რახან შევშინაურდითო და ამ ხელა საუბარი წავიდა გაგიბედავ და გეტყვიო რა სვიტრი უკუღმა გაცვიათ ეს შეყვარებული მეუღლეა დღეს არა იმიტომ რომ ბავშვზე მაინტერესებდა რაღაც ამბავი გაქვს კიდე ბავშვზე ანუ ტელეფონში მიყვარს ყურება რა თან რო დავდივარ შემიძლია ტელეფონშიც ვიყურო და თან ვიარო ეპია ჩა იკაცო რა პრობლემა ხა სვიტერი თუ უკუღმა გაცვია და იარე ტელეფონში რა პრობლემა ხო და ბავშვი მიმყავდა რა ხელჩაკიდული და მეტროში ვიყავით რა ხო მეტროში ვიყავით და ახლა თან ტელეფონში რაღაცას წერდი ხო წერდი და ახლა ინსტინქტით დადიხარ მაგ დროს შეიძლება გაჩერდე ან გზაზეც გადახვიდე ინსტინქტით დადის რა ადამიანი მაგ დროს და ბავშვმა მეტი სანაბარა დადიხარ შეიძლება. ხელი გაქვს ჩაკიდებული შე თან ხელი მაქვს ბავშვს მოკიდებული და ხელს ტელეფონი საუბრობდი რა ანუ მესიჯობდი და ამ ბავშვმა რაღაცას მიაქცია ყურადღება და ჩამხსნა რა ანუ ხელი გამიშვა და ჩამხსნა ვაგონი ხო არის აი ხელი გაგიშვა ხო გამიშვა და მე ანუ აგზელებ რა მესიჯობას მაგრამ ინსტინქტით მივხვდი რომ ბავშვმა ხელი გამიშვა და ბავშვი ყავს მიხდი რომ უცებ ეთყობა ციგანი ბავშვი მოდიოდა მათხოვრობდა რა ბოდიში ამ სიტყვაზე მოწყალებას ითხოვდა და ხელი გამომიშვირა რა რომ ხელიო და მე ხა ჩემი ბავშვი უცებ ხა რომ მეგონა რომ ჩემ ბავშვმა მოცა ისევ ხელი და ჩავკიდე მიყავდა ვიძია არ მინდა ფული გამიშვი
მივათხევ ამბავს, წამოდი მეთქი დროზე და გამიში ხელი. შენი სადარი ამდა. შენი სადარი. ჩემი თურმე უკან მომყვება რაღაცაზე ყურადღება გადაგიტანა და მე იმით რომ რაღაც ინსტინქტმა რაღაც მაინც შემახსენა რომ რაღაც შავი ფერი იყო. თეთა გადავირია. მაგარი რა იქნება. ამის გაგზელება რომ სახშურა მიეყვანა. და მაგ დროს მეუღლის ექსი ვინერი სად გადაგრასკე ბოშ. კაი მამაზე ერთი ისტორია მე ვიცი გოგას ამბავი რა. ესე იგი არაპუნქტუალურის თქვენ მძანდებით. არა პუნქტუალური არა უფრო დაბნეული. არა, გულმა ახლა აი მაგალითად რაღაც მაგის გარდა ვიძახი, არაპუნქტუალური რომელია? ყველაზე პუნქტუალური. რომელია არაპუნქტუალური? ეგეთი არ მათ ეხლა გამოსწორდა არსად არის. არავინ არა ეგეთი. არა ყველა ზუსტ დროზე მოდის. ეხლა ნამდვილად. კი, აი გიორგის ესია თქვენი ვარ. მაგიტო მინდოდა მე თქვა რომ ყველაზე ადრე მოვა და გველოდება დავტანჯეთ მესამე წელი დაიწყო ბიჭი რა დღეში ამოღამებული თვალებით არ არსებულია რომ წუთი წუთზე 3 საათზე მეტი დააგვიანო. ბოლოს უკვე იმ დღეს ისე მივედით რომ ფუტლიარს ვაკეთებინებდით ჩუჩელას და დაგვედო უბრალოდ აღარ მოდიოდა ხოლმე და რაღაცა გაგვეკეთებთ თავს რო გაყოფენ ხო ეს სურათებს რო იღებენ. მამის ისტორია გაქვს მაგარი რა. ხო, მამასთან ერთად გადაგხდა. მამა ჩემი არის. ნუ ბავშვს კარგავდა და ერთ მაინტერესებს მამასთან ამბობ. ცოტა ფიცხი ხასიათისაა რა მამა ჩემი და მოწესრიგებული უყარს ყველაფერი და ანუ მანქანა ყავს და ანუ ისე უვლის რომ გინდა მე დამმართნი არამე და გინდა იმ მანქანას ეხაი ერთაერად განიცდის ორი. ერთაერად განიცდის საყვარელი. და აი ესე რომ მიდის და აქ ეს აცხია ეს ისაა და ესე რა ანუ ძალიან მოწესრიგებული ისე არ ჩაждდება თუ არ მოაწესრიგა და თუ რამე ან მანქანას დაუზიან და არ გააჩერებს ეგრევე გავარდება გამოასწორებს და შვიდათ არის მაგ დროს როცა მანქანა კარგადაა ხო და მოვდიოდი ერთხელ ფონიჭალისკენ რა ანუ ავტობანზე და მანდ არის გამყოფი გზა რა მარნეული და ქვემო და აი მაგ მე ცოტა ჩქარი სიარული მიყვარს რა. ინსტინქტით მოვდივარ და შევედი აი როგორც კი შევედი ქვემო ფონიჭალზე აი კრუგზე რა. და აი შევედი თუ არა ზუსტად აი მოსახვევთან სარკეს გავარტყით მე და ანუ მოწინააღმდეგ მიწოდიოდა რა. აპირისპიროდ მომავალ. საპირისპირო და გავაჩერე იმანაც გააჩერა და გამზადებული ვარ ეხლა მეც ანუ აგრესიული ვარ მაგ დროს ეხლა რულთან აგრესიული ვარ ძალიან და გადმოდის ისიც და შევხედე და მამაჩემი ვაიმე ოციათას მანქანაში მაინც მამა რა სიძახი მაინც მამაჩემს დავარ რომ მოდიოდა მამის მანქანა ვერ იცანი არა ეხლა გადმოსვლამდე ამათ მესიჯო გადმოსვლამდე რა მაგარი იქნებოდა ახლა და ახლა რა არა გინებას არ მეწყინებოდა გამიმართლა მაგრამ რაკენ გაყიდინა სარკე ჯიგრები ეგეთი რამე პირველად გავიგე რა კარგია თქვენსკენ რა ხდება ჩვენ ერთხელ იყავით ჩვენთან ანეკდოტების შოუში კი მახსოვს და მოყევი ანეკდოტები დიახ ეგ ადრე ყვებოდა ადრე როსვავდა ხასიათზე იყო ძალიან კარგი ხასიათზე იყო იმის მერე აღარ მომიყოლია რატო აღარ დაულევია განებე ანუ დალევას და ანეკდოტებს თავი ერთდროულად და დროულად ასე ჩუმად ახართ ხოლმე თქვენ არაფერს არ მოგვიყვებით ვერ გიყვებს გოგა როგორ არ მოგიყვებით აბა გოგა მოდის ერთხელ რა გადახდა გოგა ერთხელ გადაყვანი ცოცხალი კურიოზი რავი კურიოზია ალბათ რავი ეს კი ტაქსი გავაჩერეთ მე და პესო ვიციან ხო და ჩავჯექი თუ არა ანუ ადვილად შემოვიდა კონტაქტში მძღოლი. ლაპარაკის ხასიათზე იყო და ანუ არა მარტო ხასიათზე ეტყობა უყარდა ტრაბახი.
ხო და ანუ რა თქმა უნდა ეყარებოდა ისეთი გვარის პატრონი იყო ხო და ბოლოს გამომიწოდა ხელი გამეცნო რომ რახან შევლაპარაკდითო წერეთელი ბატონო ამაყად მითხრა ხო და გადავწიე ხელი და ნიკოლაძე ბატონო მეთქი შემდეგ კვიციანის სახე დავინახე და კვიციანმა დაამთავროს ეს გოგა წინ ზის ეხა მძღოლთან საუბრობენ ძალიან გაუგეს ეს ერთმანეთს რა გვარები იქ წერეთელიო ის უკან მძღოლი არც იყურება ეხა დავავიწყდი რომ საერთოდ იქ ხარ ხო ზივარ და გადავწოდი და აკვანი კვიციანი მეთქი სასიამოვნოა თქვენი გაცნობა და ერთი გვერდზე გოგებაშვილი მაკდა და მთელი სკოლის იმას რა ქვია პროგრამას გავვლიდი იმ დროში რაც იყო რა მე აკვანი ვარ კვიციანიო აკვანი ბიჭებო, იცი რა, ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ. მართლა რაღაც თქვენი სიმღერები ხმის რაღაცნაირად აი თითქოს აერთიანებს ჩვენ კუთხეებს ყოველთვის და აი გაჟრჟოლებამდე და მართლა ცრემლებამდე მიგიყვანს ხოლმე. თან თუ ვართ იმ ამბავში რაც ყველას აგვიგზალეს ახლა ჩემო მეგობრებო ბახუს გულისხმობ, რა თქმა უნდა, იმდენად რომ რაღაცნაირად აყავხარ. დარწმუნებული ვარ, რომ იმეილებზე თქვენ ახლა რას დაწედით, აი რამის არის ბოღმით გული გამისკდეს, რომ არ მინდა ამის მოსმენა, მაგრამ მშვიდდები რომ როგორც იცის ჩვენმა ტელემაყურებელმა დედით იმეილები ვარ და მივიღებ ამასაც. თუმცა ეს ხუმრობით მე მინდა გითხრათ უბრალოდ რომ ჩვენი გაცემის კარი ყოველთვის ღია, დაწერით, ოღონდ თქვენ დაწერით, ოღონდ თქვენ იმღერით და ჩვენ გისმენთ და დიდი პატივისცემა აიხარეთ, მადლობა. რა სიტყვი ნიკოლოზ? ვერაფერს ვერ ვიტყვი, მე ერთი სული მაქვს, საერთოდ არ მინდოდა საუბარი პირდაპირ იმერეთზე რომ მოგვესმენა სიმღერა. თავიდან და მე ველაპარაკ ასე ჯობდა, მაგრამ რახან ასეთი ფორმატი გვაქვს, ბოლოს ვნახოთ. ისა რა მაინტერესებს, სიმღერები ძირითადად ერთად ქმნით ხოლმე თუ ვინმე განსაკუთრებულია რო წერს და გოგა იწყებს, როცა ტელეფონში მიდის. ეს კონკრეტული სიმღერა გელამ დაწერა, თან კლიპიც გადავიღეთ ამ სიმღერაზე და გელა ისეთი ტიპია რომ რაღაც თუ მოუნდება სამ დღეში გააკეთებს ყველაფერს. შეგვაწუხა, აგვაწრიალა, აგვაწიოკა და კლიპიც გადავიღეთ, სიმღერაც ჩავწერეთ, ყველაფერი გავაკეთეთ და მოკლედ საათში 2 საათს გვირეკავ. ხო რა. მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა. ძალიან კარგი. კლიპით ჩვენით გადავიღეთ, არც რეჟისორები ყავდა, არც ოპერატორები. კამერა ხო გქონდა? კამერა გქონდა, ყოველ ჩვენი იყო კამერა, მეტი არაფერი. ერთი კამერით გავსავლობდით, შევისწავლეთ და კლიპით დიდი მადლობა. წარმატებები. რომ გამონახეთ თქვენი დრო და მობრძანდით ჩვენთან. ჩვენ კიდევ შევხვდებით აუცილებლად სადმე და საათი ბატონო. თუ მე ჩათვლით საჭიროთ ერთადაც ვიმღეროთ, არც მაგაზე არის პრობლემა. მადლობა და აპლოდისმენტები ბიჭებს და გიტოვებთ სიმღერის პრემიერას, რომელიც ჩვენ განაცემაში ნამდვილად პირველად შესრულდება და წარმატებები და დარწმუნებულად ჩვენი ძვირფასი ქართველები, ჩვენი და არა მარტო მიიღებენ ამ სიმღერას, ისე როგორც ყველა თქვენ სიმღერას. აბა, იმედია, დავედით.